რაც არ უნდა გახლეჩვაზე ვილაპარაკოთ, რაც არ უნდა დეზინფორმაციაზე ვილაპარაკოთ. გინდა ქართული მოცნების მომხრე იყავი, გინდა მათი მერი იყავი, გინდა მათი საკრებულოს წევრი იყავი, ვინც იყავი. აი მაღაზიაში რო შეხვალ, ყველასთვის ერთი და იგივე ფასია იქ. და ამას დეზინფორმაცია ვერ შეცვლის და ვერც ერთი დეზინფორმაცია ვერ დააჯერებს ხალხს, რომ მაღაზიაში რო შევა, თურმე რა კარგი ცხოვრებაა ქართული ოცნების მომხრეს და რა ცუდი ცხოვრებაა ოპოზიციის წარმომადგენელს რა. დეზინფორმაცია იმისთვის არის დეზინფორმაცია, რომ ის სისრუე და ტყუილია. იმიტომ რომ ერთი ხორცის მაღაზია სულ რამდენიმე მაღაზია და ყველა ერთი და იგივე ფასი ხდის სამყაროში რა და ამას დეზინფორმაცია ვერ შეცვლის ქართული ოცნების მომხრეებმაც იციან რა ჭაობში შეიყვანა ქართულმა ოცნებამ ეს ქვეყანა და მათაც უნდა ცვლილება. და მათთვის სულება რა არის? მათ არ უნდათ რა თქმა უნდა იმ ადამიანების მობრუნება პოლიტიკაში, რომლებსაც არ ენდობიან. ახალი ადამიანებია საჭირო, ახალი სანდო ადამიანებია საჭირო და მე მგონია რომ თავისუფლების მოედანი ვართ ის ხალხი, რომელსაც არაფერი არ საბოდიშო გვაქვს. არც არაფერი არ გაგვიფუჭებ და არც გავაფუჭებ. შეიძლება შეცდომები დაუშვათ, რა თქმა უნდა. ეხლა რაღაცას რო აკეთებ პოლიტიკაში, ყოველთვის შეიძლება რაღაც გადაბიჯი გადადგა და ვიღაცა თქვას, რომ ეს არ მომეწონა, ეს მომეწონა, ამას შეცდომა ვქნა, მაგრამ ჩვენ არასდროს არ ვიკადრებთ იმას და არასდროს არ მიცემთ ჩვენ თავს იმის უფლებას, რომ ვიღაცას უთხრათ, რომ აი ხმა არ ამოიღო იმაზე მე რა შემეშალა. თორე ამის გამო რაღაც სამსახურს დაგატოვებინე. ეგ როგორ შეიძლება რომელიმე ხელისუფალმა აკადროს თავის მოქალაქეს. ეს არის მოქალაქეების შეურაცხყოფა და მეც როგორც შეურაცხყოფილი მოქალაქე ისე ვარ ამ ბრძოლაში. ერთი არის რომ ვიცით რა არ მოგწონს, მეორე რაც არის გასაკეთებელი არის რა გვინდა. რა გვინდა, რა უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება ვერ გაერთიანდება მხოლოდ იმის გამო რომ რაღაც არ მოწონს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმის გამო რა გვინდა მომავალში. და ჩემი ამოცანა ეგ არის, რომ საზოგადოებას ვესაუბრო, თანამოქალაქეებს ვესაუბრო იმაზე, რა გვინდა, როგორი უნდა იყოს ხარაგაული ხვალ. აქ მუზეუმში თუ შეხვალ ადამიანი მიხვდები, რამხელა სიმდიდრის მატარებელია აქ. ეს ვაქციოთ ჩვენი სიმდიდრის გაძლიერების და ღირსეული ცხოვრების წყაროთ და არავინ აღარ მინდა რომ ამ ქვეყანაში ოდესმე იყოს დამოკიდებული იმაზე, რას ფიქრობს მასზე მერი და მოწონს თუ არა, რას ამბობს, რას წერს და როგორ მსჯელობს. ადამიანების ხმა აღარ ისმის და თუ ისმის, ადამიანები გეუბნებიან, რომ არ გამომაჩინა. მეშინია. შიში უპირველეს ყოვლისა მოქალაქეებს საკუთარ თავში უნდა დაძლიოს და გადაწყვიტოს რა ურჩევნია, იცხოვროს ისეთ გარემოში, სადაც მთავრობა მათ ეტყვის, რომ შენ მე უნდა ჩამაბარო ანგარიში და შენ მე მემორჩილები, რასაც გეტყვი იმას გააკეთებ, თუ გეტყვი რომ ჩუმად იყო იქნები ჩუმა, თუ რამე არ მოგეწონება უნდა შეშინდე და სახლში დაიმალო. ეს არის ერთი ვერსია, რასაც ქართული ოცნება სთავაზობს, ხო? ადამიანებს აი მიზერული ხელფასის გამო, რასაც ის ადამიანებს აძლევს და მეორე არჩევანი არის იყო თამამი მოქალაქე, იყო მებრძოლი და იცხოვრო თავისუფლად და აი აქაურობამ მე მგონი ყველაზე კარგად იცის რა არის ეგ, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ მორჩილი ხალხი, ჩვენ არა ვართ მორჩილი საზოგადოება. იმერეთი მით უმეტეს ყოველთვის იყო რა, იმერეთი იყო საქართველოს კულტურული, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი, ხო აქ დუღდა ყველაფერი და აქედან იბადებოდა შესანიშნავი პოეზია, შესანიშნავი ლიტერატურა, ფერწერა, ხელოვნება, პოლიტიკური იდეები და დღეს ეს უნდა გადააქციონ იმათ, რომ აი თუ რამეს გინდა რომ მიაღწიო, იცი, ჩუმად იყავი და დაგდიშნავ მრჩევლად. ან სასაფლაოს მომლელად გაგაფორმებ, ან აი რაღაცა ძეგლის გამრეცხავად გამუშავებ და რაღაცა ფულს მოგცემ და მე მგონი რომ ეს ჩვენი ღირსების ამბავია, რომ არც ერთმა ხელისუფლებამ აღარ გვაკადროს ეს არასოდეს და ამის ძალა უპირველეს ყოვლისა ერთმანეთში და ვიპოვოთ საკუთარ თავში მე ერთმანეთში და მეც მაგიტოვა რა. ჩამოვედი აქ როგორც იმერელი, ჩამოვედი აქ როგორც საქართველოს პოლიტიკოსი, როგორც ადამიანი, რომელსაც მინდა რომ შევხვდე მოვისწრო, მაგრამ ასევე გავაძლიერო სხვები და ერთმანეთი გავაძლიეროთ. და უთხრათ ერთმანეთს, რომ ეგრე არ დავბეჩავებულ ვართ ქართველები, რომ ბიძინა ივანიშვილმა აქ დაგვინიშნოს ვიღაცა და გვითხრას როდის ვილაპარაკოთ და როდის არ ვილაპარაკოთ. ამ ქვეყანას ყველაფერი შეუძლია, ეს ქვეყანა არ არის გაჭირვებისთვის განწირული და ჩვენ გაჭირვებაში და სიღარიბეში იმიტომ ცხოვრობთ, რომ ეგეთი ხელისუფლება ყავს, რომელმაც მოატყუა ყველა მოატყუა, ყველა. მათ შორის მათი ერთგული თანამოაზრეების, მათი ერთგული ამომრჩევლები და ამის გამო მათ პასუხი უნდა ააგონ უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურად.